ევროკავშირი პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება, რომლის წევრ 27 ქვეყანას ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებით მეტნაკლებად საერთო ღირებულებები გააჩნიათ. თუ რომელიმე ქვეყანას საკუთარი ნებით სურს ამ ერთობის წევრი გახდეს, არა მხოლოდ მსგავს კანონებს უნდა იღებდეს, არამედ საერთო ღირებულებებსა და პოლიტიკასაც უნდა იზიარებდეს. ნებისმიერ კავშირში გაერთიანება კი, რა თქმა უნდა, სუვერენიტეტის ნაწილობრივ დათმობას, გაზიარებასა და კონსენსუსზე დამყარებულ ორმხრივ ურთიერთობას ეფუძნება. ევროკავშირი ვერ შეიცვლება. უნდა შეიცვალოს და ევროკავშირთან დაახლოვდეს წევრობის მსურველი ქვეყანა. ამას ვკითხულობთ ნებისმიერ ინფორმაციაში, რაც მოკლედ ევროკავშირის ფუნდამენტს უხსნის დაინტერესებულ პირს. უკვე მრავალი წელია საქართველოს ცვლილებების გზაზეა, გახდეს ევროკავშირის სტანდარტების მქონე ქვეყანა, არა მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და კანონმდებლობის მხრივ, არამედ პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ღირებულებებით. ბოლო წლებია სწორედ აქ წარმოიშვა პრობლემა. ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ უხილავი, თუმცა გავლენიანი ძალის, ეგრეთ წოდებული deep state-ის წყალობით, ევროკავშირი საქართველოსგან ხან ახალი ომის დაწყებას, ხან კი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის აღზევებას მოითხოვს, რაც დღევანდელი ხელისუფლებისათვის მიუღებელია და როგორც ამბობენ, ამაში მათ საზოგადოების დიდი მხარდაჭერაც აქვთ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ეს არის ასევე პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენი სურვილი და ხედვა არის, რომ ჩვენი სახელმწიფო და ამაში გვაქვს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა, ეროვნული პოლიტიკაზე დაფუძნებით, ტრადიციული ღირებულებების დაფუძნებით განვავითაროთ ეს სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს და დემოკრატიულ საფუძვლებზე, რა თქმა უნდა. რეალურად საუბარი გვაქვს საბაზისო რაღაცეებზე, გამჭვირვალობაზე, ოჯახისადმი პატივისცემაზე, კონსერვატიული ღირებულებების დაცვაზე და განვითარებაზე საქართველოში. და სწორედ ამაზე გვაქვს ძირითადი თვითახმობა, როგორც ჩანს ამაშია ხოლმე. ჩვენ რასაც ვითხოვთ, ერთადერთი არის რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ რეალურად რაშია ჩვენ შორის განსხვავება, რატომ არის რომ მაინც და მაინც ერთი ხედვის იძულებას ახორციელებენ სხვა მესამე ქვეყანაზე. თორე ჩვენ სხვა მხრივ არანაირი დაპირისპირება ამ მიმართულებით არ გვაქვს. ევროკავშირმა საქართველოსთან დემოკრატიის უკუსვლის გამო წევრობის შესახებ მოლაპარაკებები არ გახსნა. ევროსტრუქტურებიდან საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით არავინ ხვდება. ქართულ ოცნებაში ამას იმით ხსნიან, რომ არასასურველ მოთხოვნებს მედგრად დაუდგნენ და უვიზოდ მიმოსვლის გაუქმების რისკის სანაცვლოდაც ასე გააგრძელებენ. უვიზო მიმოსვლა რომ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, სწორედ იმიტომ რომ ეს იყო უფრო დიდი სიკეთე, ამის გამო წლების განმავლობაში ჯერ სანამ მოვიპოვებდით მანამდე და ხოლო ამის შემდგომ ვინარჩუნებდით ამ რეჟიმს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი, რა თქმა უნდა. ჩვენ ერთის მხრივ ამბობთ ხოლმე, ერთის მხრივ სურვილი გვაქვს მაქსიმალურად ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია რომ ეს სარგებელი იყოს დაცული, მაგრამ მეორე მხრივ არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიას წერილი გაუგზავნა, რომელიც არ საჯაროვდება. ამას ადრესატიც ადასტურებს. თუმცა ევროპულ სტრუქტურებში აცხადებენ, რომ დიდი მოთმინებით აგვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და დემოკრატიის მდგომარეობას. გადაწყვეტილებას კი უვიზოდ მიმოსვლის სავარაუდო შეჩერებისა თუ სხვა სახის სანქციების შესახებ არც ისე დიდი ხნის შემდეგ მიიღებენ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს ევროკომისიის მიერ ივლისში გამოგზავნილ წერილს. ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ მას. კომისია იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გაადგამს ევრორეკომენდაციების შესასრულებლად. გასულ კვირას ქართულმა მხარემ დემოკრატიის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ნაბიჯი გაადგამა. ქვეყანაში მოქმედი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებით. ეს არის კიდევ ერთი დარტყმა ფუნდამენტურ უფლებებზე და მართლმსაჯულების სისტემის რეპრესიების მექანიზმად გამოყენების მცდელობა. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შეცვლისაკენ. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ევროკავშირში წევრობის მსურველი საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ევროკავშირმა თავად გადახედოს მის ფუნდამენტს. მისი თქმით, ეს უცნაური მიდგომაა, რადგან სხვა ევროკავშირი არ არსებობს და ის ერთ ქვეყანას ვერ მოერგება. ხსნის თუ რას გთხოვს ევროკავშირი და რას პასუხობს საქართველო. პირველად მოხდა, რომ თქვათ კანდიდატი ქვეყანა, ან ქვეყანა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს ოფიციალურად, არათუ თქვათ დემოკრატიულ უკუსლას განიცდის, იმიტომ დემოკრატიულ უკუსლას სხვა ქვეყნებიც განიცდიან, მაგალითად სერბეთი, კიდევ თქვათ ბალკანის ქვეყნები, არამედ მიდის ავტორიტარიზმისკენ. თვითონ ევროკავშირიც ვერ ხსნის და ასევე ახალი ფენომენი არის, ანუ ერთი მხრივ თქვათ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს უნდოდეს ევროკავშირში თქვათ გაწევრიანება და ამავე დროს ხელისუფლება ცდილობს ამ ასე
ასე თქვა, პროცესის რაღაც საბოტაჟს. ფორმალურად იძახის, რომ მათ უნდათ ევროკავშირში შესვლა, მაგრამ უნდათ ისეთ ევროკავშირში შესვლა, რომელიც არ არსებობს ჯერჯერობით, მათ უნდათ ისეთ ევროკავშირში შესვლა, სადაც იქნება ვიქტორ ორბანის მსგავსი, თქვა, ხელისუფლებები. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირი ძირითადად ლიბერალურ ღირებულებებზეა, ხო, დაფუძნებული. იქ არავინ ძალით არავის არ იწევს, ხო? ძირითადად ერთ-ერთი მიზანი, რატომაც პატარა ქვეყნები მიისწრაფიან და მათ შორის საქართველოსნაირი ქვეყნები, რომ პატარა ქვეყნების უფლებები იქ არის დაცული, ხო? მათ შორის სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სუვერენიტეტის. ეს არის ღირებულებითი კავშირი და არა რაღაცა საბჭოთა კავშირი, ხო? სადღაც უბრალოდ ქვეყნები შედიან. აქედან გამომდინარე, თუ ესე წავიდა და ეს სცენარი განვითარდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ბუნებრივია დაიწყებს და უკვე საუბარია ამაზე, რომ თქვა გადახედოს ვიზა ლიბერალიზაციის პოლიტიკას, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც საჩუქარი მუდმივად სახელმწიფოების მიმართ. პრობლემა იყო დეოლიგარქიზაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანდგომმა ოლიგარქმა ჩათვალა, რომ ეს იყო ფაქტიურად მის წინააღმდეგ, ასე თქვათ, გადადგმული ნაბიჯი და ბუნებრივია აქ რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აღმოჩნდა დილემის წინაშე, რომ პირველ რიგში აყენებენ რეჟიმის, ასე თქვათ, სტაბილურობას და მის გადარჩენას. ანუ მათთვის ეს ყველაზე მთავარია და ბიზინა ივანიშვილის, ასე თქვათ, პირადი ინტერესები არის ყველაზე მთავარი. და შემდეგ მოდის უკვე სხვა რაღაცეები და როცა ეს, ასე თქვათ, მოდალობა გვაქვს, ბუნებრივია ძალიან რთული არის რაღაც შეცვალა, თუ თვითონ საზოგადოებამ არ შეცვალა რამე. ევრობარომეტრის უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს მყარად სურს ევროკავშირში წევრობა. ამისთვის კი საქართველომ უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ადამიანის უფლებების დაცვა და პოლიტიკურ იდეოლოგიურად დაახლოება. საწინააღმდეგო ნაბიჯების შემთხვევაში კი საქართველოს არ ფრთხილებენ, რომ დიდი არჩევანი არ იქნება. ან დასავლური ცივილიზაციის ნაწილად ყოფნა. ან ისევ ბნელი ავტორიტარიზმი და გაურკვეველი მომავალი ფერადი პროპაგანდით. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.